ვიღაცები იყვნენ და არ იესაკავებო. სამწუხაროდ დაგვაღამდა ძალიან. მარჯობათ მეგობრებო. ეს ისევ წამოვედით, რომ მოვიმარაგოთ ხეები. და ავაშენოთ ქოხი. ესე იგი მივიდივართ ახლა ქოხში. და დაგიბრუნდებით რომ მივალთ. ესე იგი მივიდივართ ახლა ჩვენს ქოხში. დღეს მოვედით იგივე ადგილას, სადაც წინაზე გადავიღეს ვიდეო. ჩვენ ვაპირებთ რომ დავასუფთავოთ აქაურობა. ვიღაცები იყვნენ და არ იესაკავებო. ძალიან ნაწყენები დავრჩით ბიჭები, რადგან რომ მოვედით დაგვხვდათ ესეთი სიტუაცია. პარკები წამოვედი. ახლა უნდა მოვჭრა ხეები და ერთი ხე უკვე ვიპოვე. რომელიც უნდა მოვჭრა და რომ მოვჭრი დაგიბრუნდებით. ეხლა წამოვედი ხეების საპოვნელად. წავინე ხეზე. ვიყვევი ხანეთ რომ მე ახლა გავიშლებით დიდი ალბათობით. ყველაზე გამხმარი ხე რაც ნახე ეს არის. მერე თავიდან ამოვა. აი ნახე ხე გამხმარი რა თქმა უნდა გავხმე ანუ რომელიც არ არის გამხმარი არ მოხერხავ ეგრე ვთქვათ მოდი ეხლა ამას მოხერხავ და დაგიბრუნდებით. ესეც ვახ მეგობრებო ხე მოვჭერი აი ეს აქ აი ყველაზე გამხმარი ერთადერთი მწვანე ის არა მიწრის ნახევარი კი მოჭრილი აქვს მაგრამ აი აქ უნდა გადავჭრათ ახლა ისა იგი ანახე ესე კანი ცუდი მოსაჭრელი. ო მაგრამ ეკალი არის ძალიან კაი ქოხის ბისათვის. აი ახლა ეს მე მეგობრებო რამე ამოისხავს ახალ პატარა დათეს ჩავიტანთ რა ეს უკვე მესამე ხე მოვჭერით ხო და ახლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ და იქეთ დავჭრით და გამოვიყენებთ ქოხისთვის. ხო კაი იმ ხელახი არის რომ ვერ გავასრიეს და ასე ნაწილებას უნდა დავჭრათ. ძალიან რთული დასაჭრელია სხვათა შორის ეკალი და მაგრამ კაი მასალაა ესეთი ქოხებისთვის. ჩვენ სულ ეკლები გამოვიყენეთ ქოხისთვის. ხო თან ახლა მიგვაქვს ახლა ხეები აი ეს დიდი ხე გამოგვივიდა და ალბათ ეს საყრდენი იქნება. ასე ვფიქრობთ რომ საყრდენად გავაკეთოთ. წესით კარგი უნდა იყოს და არ მგონია იყოს დაბალი. ნუ მაქსიმალურად ვცდილობ რომ გრძელი და მაღალი გავაკეთოთ რომ დავეტიოთ ყველა. აი მაღალი გვინდა რომ ფეხზე რომ დავდგებით ჩვენზე მაღალი იყოს ჭერი ცოტა. ცოტა ხანი ახლა დავისვენებთ და შემდეგ კიდე წავალთ. უფრო შეიძლება წავიდეთ და მოვჭრათ უფრო მეტი ხე.
აღამდა უკვე და ეხა ვიწყებთ ქოხის გამყარებას. აი ხა ხეს ვარჩევთ რა არჩეული გვაქვს უბრალოდ გადაჭრა შეგვიძლია. ეს ის მოიჭრა. ეხა გავამყარებთ და განახებთ შედეგს როგორი იქნება. ხო, კაი. ეხა მე ვიწყებ ცეცხლის დამთებას. დავანთებ ეხა მარტივად შეიძლება. სამ. არ ჩაიწვას. აი მეგობრებო, ესეთია, ეს ეხა დავამაგრეთ, მაგრამ ფიქრობთ რომ ამით შევცვალოთ. ბევრად დიდია და უფრო ბოლოში ჩაიდგმევა და უფრო მყარი გამოვა. ნენელა ვანთებ. დავანთებ ვაზელინის ბურთულები თუ არ იცით. ეს იდეა ჩვენი არ არის. ბევრსაც აქვს ვაზელინის ბურთულების ვიდეო, მარტივად ეკიდება ვაზელინს. ბიბერვალდიც იმაშება, ბადრი ეგრე ვთქვათ. ბადრიც აკეთებს ვაზელინის ბურთულებს, ჩვენი იდეა არ არის ეს. ესე იგი მეგობრებო, დავაყენეთ. წესით კაი გამოგვივიდა, მყარიც არის და წესით არ უნდა გაძროს, ზედრო ავალთ. ამას რა თქმა უნდა ეხა რამე მოვიფიქრებთ რამეს და დავაყენებთ რომ არ გაზრდეს რაღაცა. ეს არის პირველი სართული. შიგნიდან ესეთია, თორე დასალაგებელი გვაქვს, მაგრამ ეგ არაფერი. ამის დალაგდება ყველაფერი. პირველ რიგში აი აქ უნდა გამოვცვალოთ ეს საყრდენი, რადგან ჭიებმაში ჭამეს და დალპა ესხე წვიმისგან. ამიტომ შევცვლით, ამას ბზარებიც აქვს უკვე გაჩენილი. თითქმის ხე დაიშლება რამოდენიმე კვირაში, ამიტომ ეს სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ. მეორე, აქ იყო მიწა ჩავარდნილი, ჩვენ გარედან შემოვაფარეთ ხის ქერქები და შემდეგ შიგ ჩავყარეთ მიწა. და გამოვიდა ესეთი. ალბათ ეხა შიგნით უფრო აი ამის ზომაზე რომ გავასწოროთ, მოვიტანთ მიწას, დავყრით და გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ან შესაძლებელია რომ ჩავსვათ თითოეულ ადგილას ქვები. ცოტა ეგ იმიტომ არ მოგწონს ეგ აზრი რომ წვიმის დროს დასველდება და ფეხი შეიძლება დაგვიცუდეს. და აქ არის ძალიან ბევრი ხე და მაინც საშიშროებაა რა. რომ რამე დავარტყათ ან თავი და რაღაცა და მაგიტო არ გვინდა ეგ. მაგრამ აი შევხედავთ რა. თუ მიწით არ გამოდგა, ქვაზე გადავალთ, სხვა რა გზა. ეხლა ვიწყებთ ასვლას და შევხედავთ აბა წესით არ უნდა გაწვრეს. როგორია? კაია. სამწუხაროდ დაგვაღამდა ძალიან, აღარაფერი აღარ ჩანს, ფანარი ჩაგვიქრა და უბრალოდ დაგვიჯდა და მარტო გვაქვს ცეცხლი და ტელეფონის ფანარი. ფიქრობთ რა წავიდეთ თუ არა, მაგრამ ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი და ალბათ ჯერ გავამყარებთ ქოხს და დღეს წავალთ. შემდეგისთვის შეიძლება ცოტა დიდი ხანი დავჭით. ხა წავალთ და რა თქმა უნდა ცეცხლს ჩავაქრობთ. აუბარგდებით და წავალთ სახლში. და კიდე წა. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და წავედით სახლში რა. ნახვამდის და შემდეგი ვიდეო იქნება ძალიან მალე. უახლოეს მომავალში. აბა კარგად.